ანა გოგოლაძე, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის მთავარი პოლიტიკური ამბით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. ჩვენ ვიცით წინასწარ, როგორი იყო თქვენი პოზიცია. მათ შორის ორივე ამ კოალიციის პოლიტიკური ლიდერების მიმართ უკვე სამართლებრივი პროცედურები არის მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. ანა, თქვენგან დავიწყებ, არ ვიცი როგორ შეაფასებდით გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, იყო თუ არა თქვენი კოალიციის წევრებისთვის წინასწარ ცნობილი, რომ ის დღეს მივიდოდა და საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა როგორც მოვისმინეთ, მათ შორის ეკაბესელიასგან, სალომე ზურაბიშვილისგან მანამდე გარკვეული ასე ვთქვათ დათქმა, რომ არავინ წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებიდან ამ პარლამენტთან არ ითანამშრომლებდა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მართალია, ჩვენი კოალიციის სამივე ლიდერი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, რომელიც დღეს გამოიკითხა ზუსტად კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და ძალიან მალე გამოვა მის მიმართად აღკვეთის ღონისძიება. სულ რამოდენიმე დღეში ჩვენი პოზიცია იყო კოალიციის, ისე როგორც პარტიული, რომ ნებისმიერი ფორმით რეჟიმთან თანამშრომლობა და მათ შორის არალეგიტიმურ პარლამენტში და არალეგიტიმურ კომისიასთან მისვლა, რომელიც არის უბრალოდ ძალიან ცუდი, მავნებლური და დანაშაულებრივი სანახაობა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, არაფერთ არ უნდა დაგვეშვა. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის და თქვენ გახსოვთ ალბათ წინა ეთერში, როდესაც ვიყავით, ეს იყო ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ის წითელი გამყოფი ხაზი, სადაც ვფიქრობდით, რომ უნდა გვეთანამშრომლა ოპოზიციას და უნდა ყოფილიყავით ერთიანები. არ ველოდებოდით ნამდვილად გიორგი გახარიას გამოცხადებას იმ ერთი მარტივი ჭეშმარიტების გამო, მან რა საჯარო პირობაც დადო იმ შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რომელიც ცნობილია 31 მარტის შეთანხმებით. და მისმა პარტიამ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით დეკლარირება მოახდინა იმის, რომ ის არ აპირებდა რეჟიმთან თანამშრომლობას, აი ამ ერთი კონკრეტული ფორმით, ხო? საგამოძიებო კომისიის რაიმე ასე ვთქვათ, წერილობითი შეთანხმება, სადაც ერთ-ერთ პუნქტად არის მითითებული საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობა, იმიტომ რომ როგორც ამბობენ გახარიას პარტიის წევრები, აი ახლაც ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებში ხაზს უსვამენ, რომ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ისინი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ხელშეკრულებას ქონა ორი მნიშვნელოვანი ასპექტი, რასთან დაკავშირებითაც მოლოდინი არსებობდა და ჩვენ რატო არ მოვაწერეთ ხო ხელი. ერთი ეს წითელი გამყოფი ხაზი იყო კომისიაში არ მისვლა და კომისიასთან არ თანამშრომლობა, რაზეც ჩვენც ბუნებრივად თანახმანი ვიყავით და მეორე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ცხადად უარის თქმა. რაზეც გახარიას გუნდს და წინა ეთერშიც ვისაუბრეთ, რომ ქონა თავისი პოზიცია და ძალიან მოხარშული იყო მათი პოზიცია აბსოლუტურად გაუგებარი და არაცხადი, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი. მაგრამ ის თანახმა იყო ისე როგორც ამ პლატფორმის მონაწილე სხვა პარტიები, რომ რეჟიმთან კომისიაზე მისვლის ფორმატში არ ეთანამშრომლა. ჩვენ არ მიგვიღია იცით, რომ ამ ფორმატს არ შეუერთდით იმ მიზეზის გამო, რომ ეს ფორმატი არ აფიქსირებდა მკაფიო პოზიციას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ ფორმატს შეუერთდა, ამბობს იმას, რომ ამ საკითხზე შეთანხმება იყო მიღწეული. შესაბამისად, ალბათ უფრო ის პარტიები დაგემოწმებიან რა ფორმით მოხდა დეკლარირება ამ საკითხზე და ეს იყო ვერბალური შეთანხმება, წერილობით შეთანხმება და ასე შემდეგ. შესაბამისად, აბსოლუტურად მიუღებელი იყო არალეგიტიმურ პარლამენტში თია წულუკიანის სადამსჯელო კომისიაში ნებისმიერი ფორმით მისვლა, მით უმეტეს, როდესაც არაფერი ახალი კომისიიდან არ გაგვიგია. გიორგი ამბობდა, რომ ახალიო არაფერი არ გაგვიგიაო. საინტერესოა თქვენ თუ გაიგეთ რაიმე ახალი, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნიკა მელიას დაკავების საკითხზე და თქვენს კოალიციის ერთ-ერთ ლიდერზე გეკითხებით. ანუ გახარია მიმართავს კომისიის წევრებს, რომ თქვენ მელია დააკავეთ ისე და იმ ფორმით, რომ შემდეგ გაშვება მოგიწიათ, ნაცვლად იმისა, რომ მელია დღეს სასჯელს იხდიდეს, არის გარეთ. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ახლა გარეთ კი არ იყოს, უნდა იყოს ციხეში. თუ მელია დაკავებული იქნებოდა ისე როგორც ის მაშინ დააკავეს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ის გარეთ იქნებოდა. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო. ეს არის მთავარი. იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ დაკავებას რა ფორმით გულისხმობდა, ანუ პარტიის შენობის გარეთ თუ დააკავებდა, არ ვიცი,
ქუჩაში, პლაჟზე მელიას, მაშინ მას არც ამნისტია შეეხებოდა და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ჩაერთვებოდა მელიას გირაოთი გათავისუფლების პროცესში. რამე ახალი გაიგეთ თუ თქვენთვის ცნობილი იყო გახარიას ეს ასეთი მკაცრი მიდგომა თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ? ჩვენ და მათ შორის ნიკა მელია ამ საკითხზე საუბრობდა მათ შორის მაშინ, როდესაც იგი ციხიდან გამოვიდა, საპატიმროდან გამოვიდა და ჩვენთვის ცნობილი იყო, ისევ როგორც საზოგადოებისთვის, რომ გახარია მაშინ, იმიტომ კი არ გადადგა, რომ ის ხელს აწერდა აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებას მელიას დაკავების სახით. ამ შემთხვევაში არამედ რაღაცა ფორმებთან დაკავშირებით ქონათ მიუღებლობა და რაღაცა კლანთა შორის ჭიდილი იყო. მე დღეს გიორგი გახარიას რო უსმენდი, ეჭვი მქონდა ასეთი, აი ძალიან სუბიექტური მოსაზრება მქონდა, რომ ის და თია წულუკიანი ერთად ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდნენ რეალურად, რომ ვისი სტრატეგია იმ შემთხვევაში უფრო ჭკვიანური და მომგებიანი იქნებოდა კონკრეტული ძალის განეიტრალებასთან დაკავშირებით. თქვენ რას ამბობთ ახლა? ან დაგშა შთაბეჭდილება, რომ გიორგი გახარია დღევანდელი კომისიის სხდომაზე მივიდა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თავის საჯაროდ მოეწონებინა? აბა, რაზე არის საუბარი, როდესაც ის თვლის, რომ დღემდე ნიკა მელია უნდა იჯდეს ციხეში. გიორგი გახარია, ხო, მის პარტიასთან ერთად იმ პროცესების მონაწილეა და იყო, მათ შორის ნოემბერში და დეკემბერში, რომელიც პარლამენტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ის თუ არ იდგა იქ ფიზიკურად, მისი გუნდის წევრები იდგნენ და შეიძლება იმ პროცესებს პარლამენტზე შტურმის მიტანა დავარქვათ. ანალოგიური პროცესი იყო ზუსტად გავრილოვის ღამეც, ხო? და მაშინ გიორგი გახარია თუ ასე თვლის, რომ იქ მდგომი ადამიანები, მათ შორის ნიკა მელიას თაოსნობით, ახლა ციხეში უნდა იდგნენ, იმიტომ რომ გავრილოვის ღამეს სახელმწიფო ინტერესებს იცავდნენ, ხომ? თუ ციხეში უნდა იჯდნენ, მაშინ იგივე ლოგიკით გიორგი გახარიაც და მისი გუნდის წევრებიც ციხეში უნდა იჯდნენ, ხომ? იმიტომ რომ ნოემბერში და დეკემბერში ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, ევროპულ მომავალს და უკეთეს და წართმეულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, ხომ? აი აბსოლუტურად. მაშინ თუ გადმოდიხარ ოპოზიციაში, ხომ? და მით უმეტეს ხედავ, ხომ? აი ილუსტრაცია ხდება. მეტი როგორ უნდა მოახდინოს რეჟიმმა ილუსტრაცია, მე მართლა არ ვიცი. დღეს ამორალურად მაკო გომურს და 20 ივნისის ღამეს დაზარალებულ ადამიანებს იყენებდნენ და დღეს ამბობენ, რომ თურმე სათამაშო არ ყოფილა ეს თემა და 6 წელი ის ადამიანები ცდილობდნენ, რომ უბრალოდ ის დაემტკიცებინათ, რომ დაზარალებულები იყვნენ და დღეს გვესაუბრებიან ამაზე. მაშინ აი დღევანდელმა დღემ გადაწყვიტა თუ არა, ასე ვთქვათ, თქვენი მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და ვიცი ხა ამაზე მომისმენია, როცა რა ჩვენ კოორდინაცია გვაქვს ყველასთან ორმნიშვნელოვან საკითხზე მიუხედავად რაღაცა ჩვენი პრინციპული განსხვავებულობისა და ასე შემდეგ და ეხლაც ახსენეთ რომ თუ ასეთი დამოკიდებულება და განწყობა ქონდა გახარიას რომ ნიკა მელია დღემდე ციხეში უნდა იჯდეს, აი როგორ იდგა აქციებზე რასაპირა ახლაც თქვენ ოპოზიცია გარკვეულწილად ერთად გახართ და მონაწილეობთ აი ამ საპროტესტო პროცესში, ხო? რაღაცა პარიტეტულ საფუძვლებზე შეიძლება ასეც ითქვას. არავინ არ ცდილობთ რაღაცა ლიდერობას, უფრო მეტი ფუნქციის აღებას საკუთარ თავზე და როლის აღებას და ასე შემდეგ. დღეს შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ გახარიასთან მის თანაგუნდელებთან ერთ აქციაში მონაწილეობა? ჩვენთვის სახელმწიფო ინტერესები და ამ ქვეყნის გადარჩენა და სამშობლოს გადარჩენა უფრო დიდი მიზანი და ამოცანა არის, ვიდრე კონკრეტულ ჯგუფთან ერთად არ დგომა რა დამოკიდებულებებიც არ უნდა გქონდეს და როგორც არ უნდა ვაფასებდეთ მათ პოლიტიკურ წარსულს ამ შემთხვევაში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში ჩვენი განსხვავებების, ჩვენი შეცდომების მიუხედავად მათ შორის არასწორი და მიუღებელი ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური პოზიციების გამო და ეს ეხება პიროვნულ პოზიციებს ხო მათ შორის, რომელიც პოლიტიკურადაც ითარგმნება, ჩვენ გონია რომ ამ პროცესში უფრო გვაქვს უფრო დიდი მიზანი და ამოცანა, რომელიც მოითხოვს, აუცილებლად მოითხოვს
კოორდინაციას, ოპოზიციური პარტიების კოორდინაციას, იმიტომ რომ გახარიათ მათ შორის, ისე როგორც ჩვენი პარტია ლელო, პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და მათ ვინც ვერ გადალახეს, ამ ქვეყანაში მათ ყავთ ძალიან სერიოზული ელექტორატი და ამერიკა როგორც აფასებს, ხო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ქართული ოცნება არ გამოხატავს დღეს ქართული ხალხის ინტერესებს, თუ ვინმე გამოხატავს, ეს არის ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას და ის ოპოზიცია, რომელმაც დააბოიკოტა და პარლამენტში არ შევიდა. ხომ რეალურად. ამიტომ კოორდინაცია, თანმიმდევრულობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ არათანმიმდევრულობა, რასაც დღეს უყურეთ კომისიაზე მისული სახით ასაზრდოებს მხოლოდ რეჟიმს და ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობას. მისცემთ შანს გახარიას პარტიას, რომ გამოიჩინოს თანმიმდევრულობა, თუ აი დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი მათთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობისა თუ არ თანამშრომლობის. ჩვენ თანამშრომლობაზე როცა საუბრობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ეს თანამშრომლობა არ იყოს ფასადური. თუ გვექნება ეჭვი რომ რომელიმე ტიპის თანამშრომლობა, გაერთიანება, კოორდინაცია შეიძლება იყოს უბრალოდ მორიგი ფასადური ბუტაფორიული ერთობა, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს პროცესზე ზეგავლენის მოხდენასთან, ჩვენ უბრალოდ ჩვენი ღირებულებითი ნაწილი გვაქვს და ჩვენი შეხედულება გვაქვს ამ მიმართულებით და ასევე აღარ მივიღებთ ამ ფასადურ ერთობაში მონაწილეობას, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ ის კონკრეტული შეთანხმება ღირებულია და აუცილებლად რეჟიმის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ბუნებრივია რომ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც იქნება ამ სულისკვეთების თანამონაწილე. სხვა შორის დღეს გახარიამ ესეთი რაღაც სკანდალური ინფორმაციაც გააჟღერა, რომ ჭორების მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მანდატების აღდგენა უნდა თუ ან თქვენ ხართ ის ორი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩახსენით მანდატები. ჩვენ ჩახსენით და დავასრულეთ ამაზე საუბარი, ხო? წერტილი დაუსვით. ძალიან უხერხულია იმ პარტიისგან ამაზე საუბარი, რომელიც ერთადერთი პარტიაა, რომელმაც მანდატები არ ჩახსნა. და გიორგი გახარია დღეს ეგრეთ წოდებულ კომისიაზე რო იჯდა, პარლამენტის არალეგიტიმური პარლამენტის წევრის მანდატით იჯდა. და თუ მას რაიმე მსგავსი ინფორმაცია აქვს, ესეთი ჭორაობები არ მოსულა მარტივად რო ვთქვათ რა და მით უმეტეს კიდე რაღაცა დაპირისპირების და ნიჰილიზმის გაღვივება მოსახლეობაში. ჩვენ ოპოზიციურმა პარტიებმა იმ სამმა კოალიციამ, რომელმაც ეს გააკეთა პირველივე დღეებში და ძალიან მტკიცე იყო ამ გადაწყვეტილებაში. და როდესაც ამხელა პარტიის ლიდერი ასეთ ბრალდებას თან ჭორის არალეგიტიმურ პარლამენტის და არალეგიტიმურ კომისიაზე აცხადებს, იქ აუცილებლად დასაბუთება უნდა მოაყოლოს. ესეთი რაღაცა არ შეიძლება, არ მოსულა პოლიტიკაში.